მოგესალმებით. პირველ რიგში მე მგონი განხვდებით, რომ ეს არის სიყვარულის გამოვლენა. ეს სიყვარული, რომელიც ამ ხალხს აქვს, ჩვენ გვაქვს პატრიარქის მიმართ და ეს არის პასუხი იმ სიყვარულისა, რომელსაც პატრიარქი თესავდა. ჭეშმარიტ საღვთო სიყვარულს. რაც შეეხება რამდენად სავარაუდო იყო, ნაირი სათქმელია. ჩემი აზრით იყო სავარაუდო. ჩვენ ვფიქრობთ ყოველთვის, ვისაც აქვს ბედნიერება, რომ მშობლებმა დიდხანს იცხოვრონ, გვაქვს ისეთი გზნობა, თითქოს მშობელი ყოველთვის ჩვენთან იქნება, მაგრამ ღმერთმა ესე დააწესა, რომ ჯერ მშობელი მიდის და მერე შვილი, ესე უნდა იყოს. ღმერთმა უქნას, რომ პირიქით იყოს და დაგვიდგა ჩვენს ეს დღე, როდესაც უნდა დავიმშვიდობოთ პატრიარქს. მაგრამ სიკვდილი საერთოდ ისეთი ჩვენი არა მარტო ქრისტიანული გაგებით არის რაღაც საბოლოო ბეჭედის დასმა ადამიანის ცხოვრებაზე. საბოლოოდ ჩვენ ვამბობთ კიდევაც სიტყვა აღესრულა, ანუ მან დაასრულა ეს ცხოვრება და ხშირად არის, რომ დიდი ადამიანების ცხოვრებას ჩვენ მისი სიკვდილის შემდეგ კიდევ უფრო კარგად გავიგებთ და კიდევ უფრო დავაფასებთ. ესე ხდება ხოლმე. ფოტოშურს ძალიან ბევრმა აღნიშნა, რომ პატრიარქა მოახერხა ერის ქვეყნის გაერთიანება, ხო ყველა ამას უსვამდა ხალხს, რომ აი გრძელ დაუსრულებელ მართლაც 24 საათიან პირდაპირ მნიშვნელობით რიგებში, არ ვიცი, ყველანაირმა ადამიანმა მოიყარა თავი. ყველანაირი განსხვავების მიუხედავად, ხო, მათ მოსწონდათ ერთმანეთი, არ მოსწონდათ, უყვარდათ თუ ასე შემდეგ და ბევრი უსვამდა ხაზს იმას, რომ სწორედ ეს იყო პატრიარქის მთავარი სურვილიც, მთავარი მიზანიც, რასაც თავს უძღვნიდა და ძალიან ბევრმა აღნიშნა ეს. რა შეგიძლიათ თქვენ პირადად გითხრათ, ბატონ ლევან, როგორ გაიხსენებდით თქვენი წილი პატრიარქი როგორი იყო, როგორ მოიგონებდით მას, არ ვიცი, მასთან შეხვედრას, კომუნიკაციას, ისტორიებს, რომელსაც ვისმენთ რამდენიმე დღეა და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი წლების განმავლობაში ალბათ ბევრი არაერთი ისტორია გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი, რომელიც უკავშირდება ილიამ მეორეს უწმინდეს. სანამ მოგიყვებით ჩემ პირად გამოცდილებას, ჩემ პირად ისტორიებს, მინდა გითხრათ, რომ აი რაც თქვენ სწორედ ახსენეთ, რომ მან გაერთიანა ყველა ადამიანის, რომელსაც შეიძლება სხვადასხვანაირი აზრები გვაქვს და ერთმანეთთან, მაგრამ ზოგადად საერთოდ სიკვდილის წინაშე ჩვენ მარადისობაზე ვფიქრობთ და ხშირად ვაცნობიერებთ, რამდენად ჩვენი უთანხმოება მცირეა და იმასთან შედარებით, მარადისობასთან შედარებით და მით უმეტეს, როდესაც ჩვენ საუბრობთ პატრიარქზე და თქვენ ალბათ ახსენეთ, რომ ზოგიერთი მას საყვედურობდა, რატო ესე არ მოიქეცე, რატო არის ისე არ მოიქეციან, რატო ეს არ გააკეთე, ის არ გააკეთე და შესაძლოა, რომ ხშირად ეს იყოს სწორედ მისი, სწორედ აი ამ შვიდობის მოყვარეობის და ასე ვთქვათ გაერთიანების, ხალხის გაერთიანებისგან გამომდინარე. რაც შეეხება ჩემს პირად, ყველას თავისი პირადი ურთიერთობა ჰქონდა პატრიარქთან და მე მქონდა ბედნიერება, რომ 80-იან წლებში მე უკვე ეკლესიაში მოვედი ჩემი რწმენით და აქტიურად დავდიოდი და მაშინ სწორედ პატრიარქი მრევლი არ იყო დიდი და პატრიარქი ჩემ თვალწინ იყო ეს ყველაფერი და პატრიარქი ჩვენ ხშირად ხვდებოდა, მაშინ ახალგაზრდები ვიყავით უმეტესწილად და აქტიურები და ხშირად ხვდებოდა, გვარიგებდა და ასეთად გვაკვალიანებდა. შეიძლება ითქვას, მაშინ ღვთლებიც ახალგაზრდები იყვნენ, მაგალითად ჩემი მოძღვარი იყო მამა დავითი, ამჟამად მეუფე დანიელი. ჩვენი თაობის იყო ფაქტობრივად, ერთი თაობის ვართ. საოცარი დრო იყო და რა ვიცი, ბევრი რამ შემიძლია გავიხსენო. უმთავრესი არის სწორედ მისი, ასე ვთქვათ, ესეთი რბილი ხასიათი მისი და ამავე დროს თავისი იმ კარგი კეთილი მიზნებისთვის, ასე ვთქვათ, მტკიცე პოზიცია და დაუღალავი შრომა. უკვე ითქვა არაერთგზის, თქვენც ახსენეთ, რომ ეკლესიის აღშენებლობა არის მასთან დაკავშირებული, რომელიც არ გულისხმობს მხოლოდ ტაძრების გახსნას და ტაძრების მშენებლობას და აი ამ პროცესში მე ბედნიერი ვარ, რომ რაღაცნაირად ვიყავი და მონაწილეობაც ვიღებდი.
შემდეგ მე ჩავაბარე სასულიერო აკადემიაში და იქაც სულ პატრიარქის, ასე ვთქვათ, კალთის ქვეშ ვიყავით, შეიძლება ესე ითქვას. არის რაიმე განსაკუთრებული ისტორია ბატონ ლევან, რომლის მოყოლაც შეგიძლიათ, რომელსაც გამოარჩევდით, როდესაც იხსენებთ ან საუბრობთ ილია მეორეზე. მე მესმის თქვენთვისაც რთული ემოციური ბუნებრივია დღევანდელ დღეს. არც მრავალმა მახსენდება, მაგრამ ეხლა საუბრები არის სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება, სწორედ დაემთხვა პატრიარქის, ასე ვთქვათ, პატრიარქობის წლებს. ეს იყო 80-იანი წლების ბოლო, როდესაც დაიწყო ეს მოძრაობა და შემდეგ 91 წელს მოვიპოვებთ ეს დამოუკიდებლობა, მაგრამ რასაკვირველია ამას მოყვა დიდი ერში განხეთქილებები და უბედურებები. და მე მახსოვს, რომ ის ჩვენ გვესაუბრებოდა და ამბობდა, რომ ქართველებიო ძალიან ვართო, ისეთი რადიკალურები ვართო რა. უცბად გვინდა ყველაფერიო და ესე იგი იცით რა დრო იყო, რომ ჯერ ოპოზიცია მოითხოვდა, ჯერ მოითხოვდა დავით გარეჯის დაცვას, თქვათ, რაღაც ეკოლოგიურ დაცვას, მეტ ავტონომიას და შემდეგ, როდესაც პროცესი მიდიოდა, პირდაპირ მოითხოვეს, ასე ვთქვათ, დამოუკიდებლობა და მისი იდეა იყო, რომ ეს ნაბიჯ უნდა მივახციოთ ამას და არა თქვათ ესეთი, მაშინ ძნელი იყო, ჯერ არ ვიცოდით საერთოდ წავიდოდა ეს ყველაფერი და ის ამბობდა, რომ რასაკვირველია ყველას ჩვენს გვინდა ეს დამოუკიდებლობა, მაგრამ ამ გზაზე უნდა ცოტა ფრთხილად უნდა ვიაროთ. როგორც აღმოჩნდა, ის სწორი იყო სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ავიცილეთ თავიდან, ასე ვთქვათ, რა ვიცი, ზოგი ამას სამოქალაქო ომს უწოდებს, ზოგი გადატრიალებას. თავარი ის არის, რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ მისი, ასე ვთქვათ, და უფრო ნაბიჯ და უფრო ფრთხილად რომ დაგვემართა ეს პროცესი. ხო, ეს მაგალითად მახსენდება მისი ეს სიტყვები. რომ ქართველები ვართ ძალიან რადიკალურები. ის არ იყო რადიკალური. ის რაღაცნაირად რბილი იყო და არასდროს, ასე ვთქვათ, ცდილობდა რომ თავის მიზნებისთვის მიეღწია ლოცვით და, ასე ვთქვათ, რასაკვირველია ლოცვით და ღვთის დახმარებით, მაგრამ ამავე დროს რაღაცნაირად ფრთხილად. ბატონ ლევან, რაღაც ტიპის პროცედურულ ნაწილებზეც მინდა რომ დაგისვათ კითხვა. უკვე არის რაღაცა მოსაზრებები, საუბრები იმასთან დაკავშირებით, ვინ შეიძლება იყოს შემდეგი პატრიარქი, ყველამ ვიცით რომ პატრიარქის მოსაყრე არის მეუფე შიო მუჯირი. თუ შეგიძლიათ მოგვიყვეთ, როგორი არის პროცესი ამის შემდეგ, როგორ უნდა მოხდეს შემდგომი პატრიარქის არჩევა? როგორც უკვე ვიცით და არაერთი ითქვა, პირველი 40 დღის განმავლობაში პატრიარქის ტახტი ცარიელია და მას დროებით იკავებს მოსაყრე. საყდარი ძველ ქართულად ნიშნავს სწორედ ტახტს, საყდარი. მოსაყრე ნიშნავს, რომ ის არის ამ საყდარზე, თუმცა ის არ არის პატრიარქი. შემდეგ ჩაინიშნება კრება და ყველაზე მეტი ორთვე არ უნდა იყოს გასული, როდესაც გარდაცვალებიდან 2 თვე, როცა უნდა ახალი პატრიარქი უნდა შეარჩიოს წმინდა სინოდმა. აი ესეთი არის პროცედურა. ხმათა უმრავლესობით ხდება ხოლმე, მოხდება შემდეგი პატრიარქის არჩევა. კი ბატონო. რამდენიმე წუთით ბატონ ლევან, მადლობას გიხდით, რამდენიმე წუთით მინდა დაუბრუნდეთ ისევ ტრანსლაცია სამების საკათედრო